Საღვამშვიდობისა ეს არის ახალი 9 საათზე. Ვის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოვიდგენთ. უთანხმოება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამო, რატომ შეიცვალა 27 ოქტომბერი 31. რუსეთისთვის კრიტიკული რეზოლუციის პროექტი ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტი გადის. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. ნარკოტიკები ინტერნეტით, რა სქემით მუშაობენ ნარკორეალიზატორები? უბედური შემთხვევა თუ განზრახ გაშვებული ბუნებრივი აირი. ახალი დეტალები ქართული ფოლადის ოფისში მომხდარი აფეთქების საქმეში. ესეთი მდგომარეობისთვის დავა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზე დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საარჩევნო კანონმდებლობა. ნარკორეალიზატორი, რომელიც მომაკვდინებელ ნარკოტიკულ საშუალებას Skype-ით ყიდის მეცხრე არხმა სოციალური ქსელიდან ის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც მყიდველი და გამყიდველი ეგრეთ წოდებული ბიოშეძენის დეტალებზე თანხმდებიან. მითითებულია საბანკო ანგარიში და კონკრეტული ადგილები, საიდანაც თანხის გადახდის შემდეგ მომხმარებელი ნარკოტიკს იღებს. ერთ-ერთი ვერსიით რეალიზატორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველია. რეპორტაჟში ნაჩვენები ადამიანი კი ინტერნეტ ვაჭრობაში ჩართული ერთადერთი პირი არ არის. ირკვევა, რომ ბიოშეძენის ამ გზას საქართველოში მცხოვრები ათეულობით ახალგაზრდა მიმართავს. მარიხუანაზე ძლიერ მოქმედი და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკი, ასე აფასებენ ნარკოლოგები ბოლო დროს ფართოდ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებას და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებას თხოვენ. ლევან ჩხაიძე მუშაობდა დღეს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. ლევან, კონკრეტულად რა სქემით ხდება სოციალური ქსელით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია? Skype-ით ბიოშეძენა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულმა გადამზიდავმა კომპანიებმა უარი თქვეს ამ ნარკოტიკული საშუალების გზავნილების სახით შემოტანაზე. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, Skype-ით ბიოსყიდვაზე დღეს ყველაზე აპრობირებული მეთოდია და ის ნარკოდილერი, რომელზეც ჩვენ გიამბობთ, თბილისში არის ყველაზე დიდი რეალიზატორი. როგორც მომხმარებელი ამბობს, ეს ნარკოდილერი გასაღებას ახდენს 4 გრამიდან და ამ რაოდენობის ღირებულება არის 600 ლარი, რის გამოც ახალგაზრდები აკეთებენ ჯგუფებს და ასე ცდილობენ მათთვის სოლიდური თანხის შეგროვებას და ნარკოტიკის შეძენას. თემის დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. Skype-ში ქონდა შექმნილი ნიკი. დავიმეგობრეთ და პირველი ყიდვაზე 110 ლარი დააფასა 9 გრამი ასე წოდებული ფხვნილი ბიო. სოციალური ქსელი თბილისში ნარკოტიკის რეალიზაციის ყველაზე მოსახერხებელი წყარო გახდა. ბიომოსაწევით Skype-ში ვაჭრობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიოს მომხმარებელი ჩვენთან სქემის კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს. დროთა განმავლობაში გაზარდა ფასი და მოუმატა გრამებს. საბოლოო ჯამში 4 გრამი 600 ლარად იყიდება და ძალზედ მარტივად. ვინც ინდომებს ცირკვის ყველა ყიდულობს. ფულის შეკრებით 5 კაცი შედადებს 50 ზოგი 200 ლარს და ერთიანი ფულით ვერე ადვილი შესაძენი იყო ეს ბიო. ნარკორეალიზატორ Skype-ში საკუთარ გვერდზე მითითებული აქვს სამუშაო საათებიც. შეკვეთის მიღების შემდეგ რეალიზატორი მყიდველს ერთ-ერთ ქართულ ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერს უგზავნის, სადაც თანხა უნდა ჩაირიცხოს. ამ ოპერაციიდან რამდენიმე წუთში კი რეალიზატორი კონკრეტულ ადგილს მიუთითებს, სადაც კლიენტს ნარკოტიკი დახვდება. ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი საუბრის შინაარს. სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, დაფარულია კონკრეტული ანგარიშის ნომერი და საუბარში მონაწილე მყიდველის და გამყიდველის ვინაობა. აქ ხარ? Zdarova. დღეს ხდება ხო ჩვეულებრივად? რამდენი გინდა 600? ხო. გახსენი ანგარიში შედი ინტერნეტ ბანკში და შენი ანგარიშიდან გადმორიცხე ჩემ ანგარიშზე. რამე პადარკა არ გვეკუთვნის? არა ბრატ, პადარკები არ მაქვს. ჩავრიცხე. ხო, ნახე. ვაჟა-ფშაველას 90, რესტორანის შუა ქალაქის კორპუსი. მარცხენა პირველი პადიეზდი, პირველ-მეორე სართულშუა დენის შოჩიკების ყუთის ზევით მარცხენა მხარეს დევს 4 გრამი. Спасибо. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც თანხის ჩარიცხვის შემდეგ კლიენტმა შეკვეთილი ბიო მიიღო. მომხმარებლის თქმით, ბიო მოსაწევს რეალიზატორი ძირითადად სადარბაზოებში მრიცხველებს ედებს. ბიო მოსაწევის მომხმარებელი ამბობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა რეალიზატორის ვინაობის დადგენა სცადეს. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და თბილისში ნარკოტიკის გაყიდვას დილერების მეშვეობით ახდენს. ერთხელ ბანკში წავედით ფულის ჩასარიცხად, რომ გვეყიდა ბიო, ოპერატორს შევეკითხეთ, უბრალოდ დაინტერესებს, რომ
ეს ანგარიში სად იყო გახსნილი და ოპერატორმა გითხრა რომ სერბეთში არის გახსნილი. თვითონ 24 საათი Skype-ში არის თავის აკაუნტზე და ველაპარაკებით ხომ როცა ყიდვაყინა და ალბათ კურიერები ყავს თავის ვინც არიგებს მისამართებს. მაგრამ ვფიქრობთ რომ ალბათ ქართველია საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ Skype-ში ქართულად ველაპარაკება. ბიოს დამღუპელ ეფექტზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, ბიო, რომელსაც სინთეტიკურ მარიხუანასაც უწოდებენ, ნებისმიერ ადამიანს სიკვდილთან აახლოებს. ჩვენს რესპონდენტს განსაკუთრებით საგანგაშოდ მიაჩნია ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა. სისტემატურად მოწევის დროს ფსიქიკური აშლობა ემართებათ, ვერ ხვდებიან სად არიან, რა ხდება. არის ძალიან ცუდი შემთხვევები, როცა ასე ვთქვათ, ზედმეტი ვისაც მოსდეთ ერთი ნაპასითაც კი ცუდად ხდებიან, კრიჭა იკვრებათ და ამ დროს ჭირდება დახმარება, თორე იხჩობა. თუ შენ არ დაეხმარე, ძალიან დიდი შანსია, რომ ვერ გადაიტანოს ის ეფექტი, რაც ეს ბიოუშვება ადამიანს. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტში უკვე გავიდა. მალე რეალიზატორებისა და მომხმარებლების მიმართ კონკრეტული სასჯელი დაწესდება. ამ თემაზე ვრცელი რეპორტაჟი ჩვენ 17 ივნისს მოვამზადეთ და როგორც მაშინ შევიტყვეთ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კონკრეტულად ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება რეალიზაციაზე სასჯელს განსაზღვრავს. ნარკოლოგებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ამ თემაზე ხვალ იუსტიციის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სამართალდამცავებთან ერთად ნარკოლოგებიც დაესწრებიან და ცნობილი გახდება თუ როგორ განისაზღვრება კანონით ბიოს მოხმარება რეალიზაცია. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბიო იგივე სინთეტიკური მარიხუანას მოხმარება გაყიდვა კანონით დასჯადი არ არის. დავალოდოთ ხვალინდელ შეხვედრას, გმადლობთ ლევან და ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი, რომელიც კლავს ლევან ჩხაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში თემაზე. უბედური შემთხვევა თუ წინასწარ დაგეგმილი აფეთქება რა მოხდა კომპანია ქართული ფოლადის ოფისში დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტების წინასწარი დასკვნა ცნობილია. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოთახში სადაც თანამშრომლები იმყოფებოდნენ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ბუნებრივი აირი შეგნებულად შეუშვა. კიდევ ერთი დეტალი, არსებობს თვითმხილველი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე საეჭვო პირი შენიშნა, რომელიც ქართული ფოლადის ოფისში შევიდა. მომხდარს შეთქმულებად აფასებს კომპანიის მფლობელი ჯოზეფ კეი მეცხრე არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენი მის წინააღმდეგ ანგარიშ წორებაზე საუბრობს და აფეთქებას მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას და ინა გუდავაძეს უკავშირებს. ვიღაცამ აიღო შლანგი, ხედავთ ახლა რა მდგომარეობა ამ ეზოში, ხომ მშენებლობა და რემონტი მიდის. აქ კიდე როგორც მე ამიხსნეს, არ არის დაუშვათ რაოდენობა იმ შლანგების, მასალების და რაღაცების, რაც იმ პერიოდში რეალურად იყო. აიღო რაღაც შლანგი, შეუერთა იმ გაზის მილს, რომელიც აქამდეა მოყვანილი, გახსნა და შეუშვა ფანჯარაში. ნუცუბიძეზე გახმაურებული აფეთქების საქმეში ებრაელი ექსპერტები ერთვებიან. კერძო სახლში, რომელშიც ჯოზეფ კეის კუთვნილი ქართული ფოლადის ოფისი იყო განთავსებული, აფეთქების ადგილი ისრაელიდან ჩამოსულმა ორმა ექსპერტმა შეისწავლა. როგორც კომპანია ქართული ფოლადის დირექტორი ამბობს, ებრაელმა ექსპერტებმა წინასწარი დასკვნა გააკეთეს, რის შემდეგაც უბედური შემთხვევა გამორიცხეს. მისი თქმით, ექსპერტები უთითებენ, რომ 30 კვადრატულ მეტრ ოთახში, სადაც კომპანია ქართული ფოლადის თანამშრომლები დაიღუპნენ, ბუნებრივი აირი განზრახ ამ სარკმლიდან შეუშვეს. ისრაელში მსგავს სიტუაციას მათ სიტყვებს ციტირებას ვახდენ მათი სიტყვების ჩვენ მსგავსი სიტუაცია რო ქონოდა ისრაელში ამას აუცილებლად მივანიჭებდით ნომერ პირველი კატეგორიის ტერორისტული აქტის უпроსწორედ ნომერ პირველი ტერორისტული აქტის კატეგორიას. ნათია ჯაყელი ებრაელ ექსპერტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 24 ივნის სარკმლიდან გაზი იმ დროს შეუშვეს, როდესაც ზაზა ნინიძე და ალეკო მაისურაძე ოთახში 2 საათის მისულები იყვნენ. ნათია ჯაყელის მტკიცებით ოთახში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო. ამასთან მისი მტკიცებით ბოლო 1 თვის განმავლობაში გაზის ცენტრალური წყაროც გადაკეტილი იყო. მეორე სართულზე მიმდინარეობს სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. სახლის მეპატრონე გვიხსნის, რომ 2-დან 3 საათამდე პერიოდში ეზოში სარკმლამდე მისვლას უცხო პირი ადვილად შეძლებდა. ამ დროს სახლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სადილობდნენ და უცნობს ვერ შენიშნავდნენ. ანი ჭუჭულაშვილის თქმით, სარკმელში განზრახ შეშვებული მილი ძველი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეზოში ეკდო. მისთვის უცნობია თუ ვინ შეუერთა ცენტრალური გაზის წყაროს და ვინ შეუშვა გაზი ოთახში. აქედან შემოხვიდოდით ამ ხნის განმავლობაში ეს ორივე კარი იყო ღია და
ამ 2-დან 3-მდე პერიოდში ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს შემოსვლა და აღნიშნულ ფორტოჩკამდე მისვლა ისე რომ ვერავინ ვერ შეამჩნევდა. ამასთან სახლის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ საეჭვო პირი აფეთქებამდე ერთი დღით ადრე შენიშნეს. 2-დან 3 საათამდე, როდესაც სადილობდნენ, ოთახში 50 წლამდე ჭაღარათმიანი მამაკაცი დაუკითხავად შევიდა. შემოიხედა ოთახში და მოეკითხება, რომ შავი ავტომობილი რო დგას ქვევითო თქვენია თუ არა, ჩვენ გავიცით პასუხი? არ არის ჩვენიო და გაბრუნდა და გავიდა და ჩვენ სადაც მუშაობთ, ის ტერიტორია გადაკეტილი იყო კაკრას იმ დღეს იმისათვის, რომ ქვას აგებდნენ, ფილას აგებდნენ და აქ ვერ შემოვიდება ვერანაირი მანქანა. მომხდარის გამო ისრაელიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ჯოზეფ კეი მეცხრე არხს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. აფეთქებას მის წინააღმდეგ შეთქმულებას უკავშირებს და ამბობს, რომ დამნაშავეების გამოსავლენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ექსკლუზიურ ინტერვიუში კეიმ ორ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. აფეთქებამდე 2 კვირით ადრე რუსთავის კომბინატის წართმევაზე მის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებაზე და იმაზე, რომ ის გამოძიებისათვის გიგი უგულავას წინააღმდეგ მთავარი მოწმეა. სააკაშვილის ხელისუფლებასა და ინა გუდავაძეს გაერთიანება მოხდა ჩემს წინააღმდეგ. მათ გადაწყვიტეს, რომ ჩამოეყალიბებინათ ერთობლივი დანაშაულებრივი დამნაშავეთა ჯგუფი, რომელმაც უკვე ხედავთ, რომ მკვლელობისგანაც არიხევენ უკან. ჩემთვის სააკაშვილის ხელისუფლება, გიგი უგულავა, ინა გუდავაძე არიან ერთი. ჯოზეფ კეი საყურადღებო დეტალს უწოდებს აფეთქებამდე 2 თვით ადრე კომპანია ქართული ფოლადის საპროტესტო აქციას. როგორც კომპანია ქართული ფოლადის მფლობელი აცხადებს, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის იძულებით წართმევა მისმა თანამშრომლებმა ალეკო მაისურაძემ და ზაზა ნინიძემ კარიკატურებით გააპროტესტეს. კარიკატურები, რომელიც ინა გუდავაძისა და მიხეილ სააკაშვილის გარიგების თემას ეხებოდა, რუსთავის კომბინატს თვითმფრინავიდან დააყარეს. დარწმუნებული ვარ, რომ გაღიზიანებული იყვნენ, რადგან ვიცი, რომ დაბეჭდებით ეძებდნენ ამ ადამიანებს და უნდათ, როგორც ვიცი, ფოტორობოტების შედგენაც. ინა გუდავაძის ადვოკატი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კეის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს. სამწუხაროდ იმდენად აბსურდული ბრალდება და იმდენად იმ ხელა ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, რომ უბრალოდ მორალის თვალსაზრისით მიგვაჩნია ამ ბრალდებებზე პასუხი და ამაზე რეაგირება, თქო, მიზან შეუძლია. ებრაელმა ექსპერტებმა საქართველოს გუშინ დატოვეს. მათ საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში ელოდებიან. საერთაშორისო ექსპერტიზის გარდა საქმეზე სახელმწიფო ექსპერტიზაც მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ არაა გამორიცხული გამოძიების მუხლი შეიცვალოს. ამჟამად კი გამოძიება 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. რატომ 31 ოქტომბერი საპრეზიდენტო არჩევნების ორჯერ შეცვლილი თარიღი დავის მიზეზი ხდება? მიხეილ სააკაშვილის მიერ შერჩეული დრო საარჩევნო კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. მოქმედი კოდექსის მიხედვით კენჭისყრის დღე უქმე უნდა იყოს 31 ოქტომბერი კი ხუთშაბათია. წინასწარი ინფორმაციით თარიღთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში ვიზიტს ნაადრევად წყვეტს. პრეტენზიები აქვს საარჩევნო ტექნოლოგიებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსაც, რომელიც პრეზიდენტს სამართლებრივი აქტის სასწრაფოდ გაუქმებას თხოვს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ არჩევნების შეცვლილ თარიღზე ცესკო განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. ორჯერ შეცვლილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. პირველი ცვლილების მიზეზად თუ ტექნიკური პრობლემა დასახელდა, მეორედ ამის საფუძველს ქართული კანონმდებლობა იძლევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი ხუთშაბათი განისაზღვრა, თუმცა საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლი ინტერპრეტაციას არ გამორიცხავს. მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა. საარჩევნო პოლიტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს პრეზიდენტის აქტის გასაჭიროებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილს კი საარჩევნო კოდექსის გაცნობას და სამუშაო და უქმე დღეებში გარკვევას ურჩევს. მოქმედი საარჩევნო კოდექსი და ნორმა მე-6 მუხლი საარჩევნო კოდექსში მოქმედი, სადაც წერია, რომ ყველა არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დღეს
მძიმე გარდა საპრეზიდენტო მორიგი არჩევნებისა. ახლა დიდი ლოგიკა რომ გარდა რო წერია, ესე იგი გამოდის რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს შაბათ-კვირას, მე მგონი არ არის საჭირო. ახლა ის ეს ნორმა რამდენი სამართლიანია თუ არა, ეს ჩვენი საქმე არ არის. კანონის მოთხოვნასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ საქმე საკანონმდებლო ხარვესთან გვაქვს და პრეზიდენტ საპრეზიდენტო თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს. ეს არის ნორმა, რომელიც ძველი კოდექსიდან არსებობს და ესეთი ნორმები ბევრია კიდევ საარჩევნო კოდექსში, რაც თქვა ძველი კოდექსიდან გადმოვიდა და არ შეცვლილა და აბსოლუტურად არარელევანტურია დღევანდელ სიტუაციასთან, ნამდვილად საკანონმდებლო ხარვეზია და ფიქრობ, რომ თქვა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ ხარვეზის გამოსწორებაზე. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო თურქეთში ვიზიტით მყოფი დავით უსუფაშვილი შესაძლოა საქართველოში ერთი დღით ადრე დაბრუნდეს. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სამწუხაროდ პრეზიდენტმა მოახერხა კვლავ გარკვეული გაუგებრობების შექმნა, ჯერ ერთი თარიღი გამოცხადდა, რომელიც როგორც ჩანს მართლა ეწერა იმ ქაღალდზე, მერე შეიცვალა. აქ არის გარკვეული საკითხები და ნიუანსები. სწორედ ამის გამო მე შესაძლოა ერთი დღით ადრე დავბრუნდე საქართველოში. საარჩევნო საკითხებში გარკვევას საპარლამენტო უმცირესობაც შეეცადა, თუმცა საბოლოოდ მედიას ინფორმაციის მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ურჩიეს. მე არა ვარ ამაში კომპეტენტური, ვინც არის ის გიპასუხებ. იურიდიულ პროცედურებთან დაკავშირებით მე ამ წუთში არ დამიზუსტებია. ფიქრობ ეს ამაზე პასუხს გასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულიად კვალიფიცირებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კვალიფიციური პასუხის მიღებას მეცხრე-არხი ამ დრომდე ცდილობს. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავს ცესკოშიც იკავებენ. სამართლებრივთან ერთად დავის მიზეზია საკითხის პოლიტიკური მხარეც, რატომ შეიცვალა პირველად გამოცხადებული 27 ოქტომბერი 31 ოქტომბრით. პოლიტიკურ შეფასებებს ახლა რეპორტაჟის ავტორი თამთა ჯანაძე გაგვაცნობს. თამთა, ეთერში ხარ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლასთან შეცვლას განსხვავებული შეფასებები მოყვა პოლიტიკოსების მხრიდან. იყო ბრალდებები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ ის უბრალოდ ძალაუფლებას ვერ ელევა. კიდევ ერთი ვერსია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა ნესტან კირთაძემ გააჟღერა, შემდეგნაირია. კირთაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს სურს ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის ამპლუაში წარსდგეს და სწორედ ამან განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის რამდენიმე დღით გადაწევა. 31 ოქტომბერია სავარაუდოდ ვფიქრობდი კიდევაც რომ ეს იქნებოდა თვის ბოლო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. თქვენ იცით რომ ივლისის ბოლო რიცხვებში, ბოლო კვირაში ვილნიუსში იმართება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც პრაქტიკულად გაფორმდება საქართველოს ევროკავშირის ხელშეკრულება პარაფირების სახით და მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი სურვილი ექნებოდა პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიეღო ამ სამიტში და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არჩევნების ხუთშაბათს დანიშნონ, განაპირობა გახლავთ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რადგან ხუთშაბათი მათთვის სამუშაო დღეა, ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ გაუჭირდებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ თემას ავითარებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილიც. სანამდე უნდა მოითმინოს უცხოეთში მყოფმა ქართველობამ დამცირება და მეორე კატეგორიის ადამიანებად მიჩნევა. ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნა სხვა რთულ გათვლებთან ერთად არის ამ ხალხის დაცინვა. მათი მდგომარეობის არ გათვალისწინება და ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი პრეზიდენტი უცხოეთში გადახიზნულ ქართველებს არაფრათვლის, არ ენდობა და მისი ხმების იმედი არ გააჩნია. პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გადასახედია და რომ მას საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისას ყველა ეს ნიუანსი უნდა გაეთვალისწინებინა. უთანხმოება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გარშემო თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გმადლობთ თამთა. საკრებულოს ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციები ჯერ ისევ არ დაწყებულა. ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიმართება. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განმარტებით ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური საკითხი საკრებულოში სწორედ უმრავლესობის ჩამოყალიბება და ამ თემაზე კონსულტაციები აუცილებლად შედგება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან 6 წევრის შესაძლო წასვლის შესახებ, თუმცა ფრაქციის წევრები ამ ინფორმაციას უსაფრთხოს უწოდებენ. ინტერფრაქციული ჯგუფი ხშირად იკრიბება, დღესაც გარკვეული შეკრება ჰქონდა და ეხლა იქ არანაირ თანამდებობებზე არ ყოფილა საუბარი. დიდი ხანია კონსულტაციები მიდის და ჩვენი აზრები ჩამოყალიბებული გვაქვს და ეხლა ისეთ საკითხებია რომ მარტო
ამ დონეზე არ გადაწყდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება უკვე გადაიბარებს ძალიან მალე უმრავლესობას რა და ახალი რეალობა უკვე ქართული ოცნების პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე დაიგეგმება. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის და ჩემი მეგობრებისთვის რომ ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რადგან მუშაობთ. ეს არის ის აქტუალური საჭიროებო საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და არა გარკვეულ, თქვათ, პოლიტიკურ, ასე თქვათ, კინკლაობას. ბუნებრივია დებატები ამათ საკითხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. ყველაზე აქტუალური ნამდვილად არის უმრავლესობის შექმნის საკითხი და ბუნებრივია თავისი მნიშვნელობით ეს იქნება ნომერ პირველი თემა მაშინ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისთვის. თუმცა როდის იქნება ეს საკითხი დღესასწაულში დაყენებული, რომელ შეხვედრაზე ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ იმას, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი ამაზე აუცილებლად ისაუბრებს. ჩვენი იდეა ფიქსი არ არის, რომ უმრავლესობა მხოლოდ რაღაც სახელწოდებით დღესვე შეიქმნას. ამას მთელი რიგი, ასე ვთქვათ, გარკვეული ფაქტორები ახლავს, რომლის გათვალისწინებას ინტერფრაქციულ ჯგუფს უწევს. რუსეთის პროტესტის ფონზე მიღებული კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ სტამბოლში უთოს საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. დღეს საკომიტეტო მოსმენებზე მიიღეს დოკუმენტი, სადაც ოფიციალურ მოსკოვს საქართველოდან ჯარების გაყვანას კიდევ ერთხელ სთხოვენ. ამავე რეზოლუციის პროექტის მიხედვით ქვეყანაში 5 წლის წინ შეწყვეტილი ეუთოს მისია ისევ უნდა აღდგეს. დოკუმენტი დასამტკიცებლად ხვალ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გადის. რეზოლუციის კონკრეტული პუნქტები და ქართული დელეგაციის მიერ თურქეთში გამართული შეხვედრები ნახეთ რეპორტაჟი სტამბოლიდან. ეუთო რუსეთს დეოკუპაციის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ახსენებს. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად ეუთოს 22 საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს. იძულებით ადგილ-ნაცვალ პირთა და ტოლურთა უპირობო დაბრუნება თავიანთი საკუთრების უფლების დაცვით, ანალოგიური ისაც გაეროში მიიღეთ, მასთან ერთის ეთნიკური წმენდის ხსენება, რომელიც კარგი ხანია ჩვენ დოკუმენტებში აღარ გვინახავს. როცა ყოველ დღე, ყველა რეზოლუციაში რუსეთს ახსენებენ თავის ვალდებულებებს, მის შეუსრულებელ ვალდებულებებს და ახსენებენ ყოველთვის იმას, რომ ის საქართველოს მიმართ არასწორ პოლიტიკას ატარებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ დღეს გამოიღებს შედეგს. განახლდეს ეუთოს მისია საქართველოში მისი ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ეუთოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დეპუტატ ვიქტორ დორიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეზოლუციის პროექტში ჩაწერა. თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიიღებს. უკვე ცნობილია რუსეთის დელეგაციის პოზიცია ამ საკითხზე. რუსი დეპუტატები რეკომენდაციას მხარს კვლავ არ დაუჭერენ. 2008 წლის შემდეგ სწორედ რუსეთი ბლოკავს ეუთოს 17 წლიან მოღვაწეობას საქართველოში. მადლიერი ვარ ყველა დელეგაციის, ვინც მხარი დაგვიჭირა, არ იყო იოლი, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ გვიწერია, რომ უნდა აღდგეს მისია ეუთოს საქართველოში, უბრალოდ და აუცილებლად იგი უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინების პრინციპი. რუსეთმა არ და ვერ უნდა მოახერხოს ეუთოს სწორი გადაწყვეტილებების დაბლოკვა საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს საკითხზე საუბარი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც, თუმცა ამჯერად ინიციატივა არა საქართველოს, არამედ შვედეთის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. შვედი დეპუტატი ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული პუნქტის დამატებას ითხოვდა, რაც კომიტეტმა დააკმაყოფილა. ეუთომ ჩათვალა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ კომიტეტმა ჩათვალა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ადამიანის, შერჩევითი მარჩეჯულება ადამიანის წინააღმდეგ და ბრძოლა ოპონენტი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. იყო აქ საუბარი იმაზე, რომ მათი მხრიდან ხო არ იქნებოდა უკეთესი, მოდით ესე ვთქვათ, პირდაპირ, რომ წინასწარი დაკავება არ მომხდარიყო, გაგრძელებულიყო გამოძიება, შემდეგ ჩატარებულიყო სასამართლო და მერე სასამართლოს გადაეწყვიტა საბოლოოდ არის თუ არა დამნაშავე მერაბიშვილი. სესიის პარალელურად საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ლიტვის, მონტენეგროს, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან. საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები და არსებული პოლიტიკური ვითარება იყო ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტსაც შეხვდა. შეხვედრები, რომლებიც კვლავაც გაგრძელდება, შეხვდი ლიტვის საპარლამენტო დელეგაციასაც, ემსახურება ერთ საკითხს, რომ ეუთო, როგორც ევროპაში უსაფრთხოების და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორი ორგანიზაცია, იყოს ეფექტური საქართველოსთვის, საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად.
სტამბოლში მიმდინარე EUTOS 22 საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მოსმენების ძირითადი ნაწილი დასრულდა. კომიტეტების მიერ მიღებულ რეზოლუციებს ხვალ პლენარულ სესიაზე განიხილავენ. EUTOS რიგით 22 საპარლამენტო ასამბლეაზე ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ამ ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, EUTOS მისიის საქართველოში აღდგენის აუცილებლობაზე და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. თავრობა და ქართველი ხალხი ცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, სადაც ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები. სამწუხაროდ 21 საუკუნეში ვერ ხერხდება ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ამ პროცესებს ხელს შეუშლიდა. ვიმედოვნებ, მოიძებნება სათანადო ბერკეტები, რაც რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ ყურადღებით უსმენთ როგორც კრიტიკულ, ისე სასიამოვნო რეკომენდაციებს. გთხოვთ ფრთხილად იყოთ, ვიდრე რაიმე დასკვნებს გააკეთებდეთ. სააკაშვილმა პროგრესს მიაღწია, მაგრამ იყო ბევრი დარღვევა, დაუშლება და წამება. ამიტომ გთხოვთ გაზარდოთ მონიტორინგის ჯგუფები და თავად დააკვირდეთ პროცესებს. ზოგადად არ იყო გრძელი გამოსვლა, რომელსაც ბუნებრივია ჩვენ ვერ დავეთანხმებით ზოგიერთ ფორმულირებას, თუმცა მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაღაცა ნეგატიური იყო მთლიანობაში, აღინიშნა პოზიტიური მომენტებიც. სამი ძირითადი მესიჯს გამოვყოფდი მე. პირველი ორგანიზაციის როლი და მისი გაძლიერების აუცილებლობა. მეორე EUTOS მისიის აღდგენა საქართველოში სრულფასოვანი წესით, იგივე ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინების პრინციპით და მესამე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი დღე ამით დასრულდა, უკვე ხვალდილიდან გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც ძირითადი რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი, ასევე ხვალვე გაიმართება EUTOS საპრეზიდენტო არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა და რუსეთისთვის კრიტიკული რეზოლუციის პროექტი გიორგი მანჯავითზე საუბრობდა სტამბოლიდან. ოკუპანტი რეჟიმის პიერი და ჟერარ დეპარდიეს მიერ მიაღიარებული აფხაზეთი რუსული პასპორტის მქონე ფრანგი მსახიობი ვლადიმერ პუტინთან გაცნობილ ახალ მეგობართან ერთად სოხუმში ჩავიდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეპარდია ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა, ინტერვიუ მისცა ადგილობრივ მედიასაც. ამ ვიზიტის გამო ქართველი პოლიტიკოსები ცნობილ მსახიობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. დავით ახვლედიანის რეპორტაჟი. როგორც თავად დეპარდია აღნიშნავს, აფხაზეთში მეგობრის მიწვევით ჩავიდა. სოხუმის ქუჩებში გაისეირნა და აფხაზური ღვინოც დააგემოვნა. ასევე შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს და ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. აფხაზეთში ჩემს მეგობარ ოლეგთან ერთად ჩამოვედი, რომელიც სოჩში იანვარში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას გავიცანი. არ ვიცოდი თუ აფხაზეთი ასე ახლოს იყო. ვიცი რომ ომი გამოიარეთ და ახლა ხვდები რომ ამ ქვეყნის სილამაზე ბევრ სწადია. ამიტომაც მისი დაცვა მოგიხდათ. შევხვდი პრეზიდენტსაც, რომელსაც ძალიან უყვარს ქვეყანა. აფხაზეთი პატარა, თუმცა დიადი ქვეყანაა. პატრიოტიზმი მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც აფხაზეთია. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ, აფხაზეთი კი მსოფლიოს ნაწილია. ამიტომ ბედნიერი ვარ რომ აქ ვიმყოფები. თქვენი დამოუკიდებლობა 20 წლისაა. ეს ის ახალგაზრდული ასაკია, როდესაც შენებას იწყებ. თქვენს ქვეყანას აყვავებას უსურვებ. ჟერარ დეპარდიეს სოხუმში განხორციელებულ ვიზიტს გამოხმაურება თბილისში მოყვა. ფრანგი მსახიობის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაზე, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი საუბრობენ. საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აკრძალული გახლავთ შესვლა იმ მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლიდანაც ახლა შევიდა ბატონი ჟერარ დეპარდია. ეს გახლავთ რუსეთის მოქალაქე დეპარდიეს ვიზიტი რუსეთისვე ორკესტრირებით. თუ კანონოთ არის გადალახული, რა თქმა უნდა, ეს უკანონო და უკანონობაზე პასუხი უნდა აგოს ყველა, ვინც ამას ჩაიდენს. ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე ჟერარ დეპარდიეს სოხუმში ვიზიტს დანაშაულებრივ ქმედებად აფასებენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც. ის ადამიანი, რომელიც განცხადებას აკეთებს, რომ ამ ეთნოწმენდა მომხდარ რეგიონს უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლობა, ეს არის უკვე ორმაგი დანაშაული და ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგივე საელჩოების მეშვეობით უნდა მოთხოვოს პასუხი რატო აკეთებს ამდაგარ განცხადებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. როცა ადამიანი გადასახადების გამო გამოერიდება თავის სამშობლოს
და თავს ამოყობს სტეპებში რუსეთის. მისგან ჩვენ ხა ყველაფერს უნდა მოველოდოთ. მან გადაკვეთა აბსოლუტურად უკანონოდ სახელმწიფო საზღვარი ლესელიძესთან, რუსეთ-საქართველოსი, რა თქმა უნდა, ის შეიძლება სავარაუდოდ მიეცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ქართულ-აფხაზურ-ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე თვლის, რომ ფრანგი მსახიობის სოხუმში ვიზიტი დე-ფაქტო ხელისუფლების პიართან არის დაკავშირებული. საერთაშორისო ცნობილ სახეებს პიარისთვის, მხარდაჭერისთვის, ცნობადობისათვის ყოველთვის იყენებენ ხოლმე კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. ეს გამორიცხული არ იყო რასაკვირველია აფხაზეთის პოლიტიკური ლიდერებისაგანაც ასეთი მოწვევა. ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი 2012 წელს განაცხადა. 2013 წლის იანვარში მას რუსეთის მოქალაქეობა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა. ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი ავერსის წინააღმდეგ მედიკოსები იმ შეზღუდებს აპროტესტებენ, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ პაციენტებისთვის დააწესა 1 ივლისიდან პირები, რომლებიც კლინიკაში გამოკვლევაზე ან სამკურნალოდ მივლენ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. ექიმები პაციენტების ანონიმურობის უფლების დარღვევაზე საუბრობენ. მათივე მტკიცებით, ავერსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მწვავე ინფექციური ვირუსებით დაავადებულთა გამოვლენას ხელი შეუშალოს. კიდევ რას ითხოვენ კლინიკის ექიმები და რას პასუხობენ მათ ავერსში, კვანცა პაპავაძე გიამბობს. ყაზბეგის გამზირზე, სადაც დღეს შიდსის ინფექციური და სეფსისის ცენტრებია განლაგებული, უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედა. 1 ივლისიდან ტერიტორიაზე ბრძანებით გათვალისწინებული პირების გარდა ვერ ამიშევა. საინტერესოა, რა სახის პროცედურების გავლა უწევთ ექიმთან მისულ პაციენტებს და ამოქმედა თუ არა უკვე რეგულაციები. მეცხრე არხის ექსპერიმენტი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე პაციენტის სახელით შევდივართ. ჭიშკარზე გაკრული ტრაფარეტის მიუხედავად დაცვა არ გვაჩერებს. მოგვიანებით კი განმარტავს, რომ რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება. როგორი რეგულაცია ეს მაინტერესებს? არის თანხები დაშვებული, იმ სახელობის მიხედვით, თუ ისეთ მდგომარეობაშია პაციენტი, რომ არის ძალიან თუდად, ამ შემთხვევაში ვიტოლებთ ყველანაირ იმას და იცით რა მაინტერესებს? აი ჩვეულებრივად ვშობთ ახლა? თუ არ არის წინასწარ ჩაწერილი და პირველად მოდის? ამ ყველაფერს უნდა დარეგულირდეს. ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან კომპანია ავერსია. ფიზიკური პირების დაშვების წესი კი შემდეგნაირია. დაიშვებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომლების სახელი და გვარი შესაბამის ექიმს ელექტრონული პოსტით წინასწარ გამოგზავნილი აქვს ადმინისტრატორთან. ხოლო თუ პაციენტი მიდის თვითდინებით და მის შესახებ ექიმი ან შესაბამისი განყოფილება წინასწარ ინფორმირებული არ არის, მაშინ პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ზუსტად დაასახელებს იმ განყოფილებას ან ექიმის გვარს, ვისთანაც მიდის. ინფექციურ დაავადებებსა და ვირუსებზე მომუშავე ექიმები ამბობენ, რომ ტერიტორიის მფლობელის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა პაციენტები დააფრთხოს, რადგან მათი უმრავლესობა საავადმყოფოში ანონიმურად მიდის. პირველად მოსულმა პირმა არ იცის ვისთან მიდის, არც ექიმის გვარი იცის, არც განყოფილება იცის, არ არის ვალდებული ეს იცოდეს და ბევრმა არ იცის, ესე იგი ვთქვათ. ამიტომ ვერ ეტყვის, ვერ დაასახელებს ამ განყოფილებას და ამ ექიმს. და მეორე იქნება არ უნდა მას ეს რომ დაასახელოს, იმიტომ რომ თუ ის დაასახელებს განყოფილებას, რომელიც შიდს ემსახურება, ის ირიბად ამჟღავნებს თავის თავს, რომ მოდის ვხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ეს გამოც რეპორტაჟი ვერ გავიდა სრულად ეთერში. საქართველოში ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია მკვეთრად არის გაზრდილი, ასეთია სადისტრიბუციო კომპანიების მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები. სტატისტიკური მონაცემების გაცნობის შემდეგ მედიკოსების საშიშ ტენდენციაზე საუბრობენ. ექიმები იმ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებსაც ამ სახეობის სასმელის ჭარბი რაოდენობით მიღება ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის. სასმელი, რომელიც ენერგიის სწრაფ მოზღვავებას იწვევს, განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია. ენერგეტიკული სასმელების ხშირ მოხმარებას ზოგი მოდურ ტენდენციებს უკავშირებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ კოფეინის შემცველი სასმელები მათ დატვირთული დღის რეჟიმის შემსუბუქებაში ეხმარება. პირველ რიგში ენერგიაზე მოვყავა. პლუს მაგას გამაგრილებელი არის და რავი დღეში ორჯერ სამჯერ შეიძლება მეჯერაც რა ვიცი თან გემრიელია ყველაფერთან ერთად. ჩემი ყოველი დილა იწყება ენერგეტიკული სასმელით. გონია რომ ცოტა ფსიქოლოგიური მომენტიც არის და გონია რომ უფრო მეტ ენერგიას მატებს, მით უმეტეს მე რომელსაც ძალიან ბევრი საქმეები მაქვს დღის განმავლობაში ძალიან მეხმარება რომ ვიყავ ენერგიაზე. დისტრიბუტორულ კომპანია კანტში აცხადებენ, რომ ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია საქართველოში წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ენერგეტიკული სასმელების მომხმარებელთა რიცხვი იზრდება მსოფლიოშიც.
ჩვენი კომპანია ფლობს ბაზარზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვების 55-დან 65%-მდე. წინა წლის იგივე მაჩვენებელთან მიმართებაში ცალკეული გასაყიდი არხების შესაბამისად გაზრდილი არის გაყიდვების 60-დან 75%-მდე. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზე პირდაპირ პროპორციულია საერთაშორისო ბაზარის და ამ მხრივ განსაკუთრებული და უშუალოდ საქართველოს ბაზარზე არაფერი არ ხდება. ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციის ზრდის პარალელურად პროდუქტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ საფრთხებზე საუბრობენ მედიკოსები. მათი განცხადებით, კოფეინით, მწვანე ჩაით, ჟენშენითა და სხვა სტიმულატორებით გამდიდრებული სასმელები გულ სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ჭარბწონიანობას იწვევს. დიდი ხნის მანძილზე ენერგეტიკული სასმელების გამოყენება იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას და შეიძლება ენერგოსტიმულირების ნაცვლად მივიღოთ ორგანიზმის ენერგიისაგან გაღარიბება. ადამიანმა შეიძლება თავი იგრძნოს მოთენთილად, ადვილად დაიღალოს. ეს არის იმის ეფექტი, როდესაც არასწორად და დიდი ხნის მანძილზე და დიდი რაოდენობით იყენებენ ენერგეტიკულ სასმელებს. ენერგეტიკული სასმელების მავნებლობაზე უკვე მსჯელობენ სამედიცინო პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ სტიმულატორებით გამდიდრებულ სასმელებზე გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდეს. ქართველი მხატვრები ლატვიაში გია გუგუშვილი და იაკო დეკანოზიშვილი გამოფენისთვის ემზადებიან. ხელოვანთა ნამუშევრები რიგის საექსპოზიციო დარბაზში უნდა განთავსდეს. თანამედროვე არტი და ქართული მინანქარი ლატვიის დედაქალაქში 15 ივლისიდან იქნება წარმოდგენილი. რიგაში გამგზავრებამდე მხატვრებს დღეს თიკა წერეთელი შეხვდა. ბილდება და კიდევ უფრო სუფთავდება. უფრო კეთილშობილდება, ასე ვთქვათ. ამაზე ახლა მინანქარის სხვანაირად დაждდება. მინანქარზე მუშაობა როდის დაიწყო ზუსტად არ ახსოვს, თუმცა მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. მისი ნამუშევრები ქართული ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევა. თემატიკა ძირითადად რელიგიურია. აქ ყოველ ფერსა და მილიმეტრს არსებითი მნიშვნელობა აქვს. შეცდომა დაუშვებელია, ზოგჯერ დანაშაულიც. იაკო დეკანოზიშვილის ნამუშევრები მალე რიგის საგამოფენო დარბაზს დაამშვენებს. ძალიან გამეხარდა, რომ ესე შემეხმიანენ გამხადეს საზოგადოების წევრი რიგა საქართველოსი და ბევრი საინტერესო თემა წამოიჭრა ამასთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინუც ლაიმენე რამის კულტურის ატაშეს როლს თამაშობს ამ ჩვენ დამოკიდებულობაში. გამოფენისთვის მზადება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ახლა სახლში მხოლოდ პირად კოლექციაში არსებული ნამუშევრები აქვს, თუმცა რიგაში ის ნაკეთობებიც მიაქვს, რომლებიც მას უკვე აღარ ეკუთვნის. ჩვენ პირველი მერცხლები ვართ საქართველოსთან, რომელიც ამ ხიდს ვაშენებთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობების ხელოვნებასთან დაკავშირებით და ამავე დროს იგეგმება საქართველოს დღეები, იგეგმება კინო, თეატრის, აკადემიების ურთიერთობების. ეს არის ნამუშევრები, რომელიც იქნება რიგაში. რიგის ქართული გამოფენისთვის ემზადება გია გუგუშვილიც. მხატვარს ლატვიაში ბოლო დროს შესრულებული 22 ნამუშევარი მიაქვს. შეიძლება დაგუბებული ენერგიის ხვანაირი ტრანსფორმაცია იყოს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ახალი გამოფენა, ახალი ფერები და ახალი დამოკიდებულებები. მინდა რომ იყოს ფერადი. იმ საგამოფენო სივრცეს ვატყობ, რომ სიძველეს შეიძლება უცებ აი ესე შევეხმიანოთ ცოტა მუსიკალური ფერადოვნებით. მის შემოქმედებაში სერიები ერთმანეთს ენაცვლება. ასე დასრულდა ცოტა ხნის წინ შპალერებისა და ცხენების სერია. ხატავს ყოველდღე, მაშინაც კი, როდესაც მასთან სტუმრები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ტილო, რომელიც ჩვენი კამერის წინ შეიქმნა, რიგის საგამოფენო დარბაზის კედელზე აღმოჩნდეს. წინა გამოფენისაგან ეს მკვეთრად განსხვავდება იმით, რომ აქ უფრო ფიგურა შემოვიდა ჩემ მხატვრობაში. გადავწყვიტე, ასე ვთქვათ, გამეკეთებინა ის, რაც მაკავშირებს მე დაუშვათ ჩემი ბავშვობის რაღაც მოვლენებთან, ამ კედლებთან, ამ კედელზე მიხატულ ჩამოხეულ შპალერებთან, რაღაც ნიშნებით, რაღაცა მიხაზვებით, სიმაღლის დის ხაზებით. გამოფენის პარალელურად მხატვრები რიგაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც გამართავენ. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ერთგვარი პრელუდია, გაისად გასამართი ძალიან დიდი ქართული კულტურის დღეების. აქ იქნება როგორც მხატვრობა, ისე კიდევ ყველა თითქმის ჟანრი წარმოდგენილი. საქართველოს ლატვიაში ასე ქვია გამოფენას, რომლისთვისაც ქართველი მხატვრები რამდენიმე თვეა ემზადებიან. გია გუგუშვილის და იაკო დეკანოზიშვილის გამოფენა რიგაში 15 ივლისს გაიხსნება. ბათუმი კიდევ ერთი ფესტივალისთვის ემზადება. ბათუმის სამერსე წელს უკვე მეორე თავს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მოუყრის. საოცრებათა პარკში 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად სვენელის წინაშე ქართველი შემსრულებლების წარდგებიან. დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი Laid Back.
Sleep Party People კურდღლის ნიღბები და ეგრეთ წოდებული საძინებლის პროექტი. Synchro ცნობილი ბრიტანელი DJ dubstep-ში. და ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი headliner-ი, მსოფლიოში აღიარებული ჯგუფი Faithless. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომლებსაც ბათუმის Somerset ფესტივალი 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საოცრებათა პარკში უმასპინძლებს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდება ეკრანები და მოეწყობა წვიმისგან დასაცავი ტენტები. იქნება სცენის დეკორაცია, ასე ვთქვათ, რომელიც გვექნება უზარმაზარი ეკრანები, სპეციალურად ვიზუალი იქნება ინდივიდუალურად ყველა DJ-ისთვის, ასევე იქნება გაკეთებული რამოდენიმე ტიპის ბარი და VIP lounge. წლევანდელი ფესტივალი წინა წლის ბათუმის Somerset-ისგან განსხვავებული არის თავისი მასშტაბურობით. მასშტაბურობას განაპირობებს ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ მსმენელს. ეს პროდუქტი არის მუსიკა. ფესტივალში უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ახალი ელექტრონული პროექტით Mao and the Mints მაია დარსმელიძე მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ქართველი DJ-ების მუსიკალური პროგრამა. 10 უცხოელ headliner-თან ერთად მონაწილეობას ბათუმის Somerset ფესტივალზე მიიღებს 13 ქართველი DJ და არტისტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფესტივალში, იმიტომ რომ მეხმარება რომ გავიზარდო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ძალიან მასშტაბური ფესტივალია, ძალიან მაგარი headliner-ები ყავს. ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ხვალიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეეძლებათ. ორგანიზატორების განცხადებით, ანალოგიური ტიპის ევროპულ ფესტივალებთან შედარებით ბათუმის Somerset-ზე დასასწრები ბილეთების ფასი უპრეცედენტოდ დაბალია. გვაქვს გაყიდვაში როგორც ერთდღიანი ეს სამდღიანი აბონემენტები. აბონემენტის სამდღიანი აბონემენტის ფასი 1 აგვისტომდე იქნება 70 ლარი, ხოლო შემდეგ გაიზრდება და გახდება 120 ლარი, ხოლო ერთდღიანი ბილეთის ფასი 1 აგვისტომდე იქნება 35 ლარი, შემდეგ გაიზრდება და გახდება 150 ლარი. ფესტივალი, რომელიც ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, წელს მეორედ იმართება. 3 დღის განმავლობაში ბათუმში 45,000 ადამიანს ელოდებიან. და ახლა ეკაბერიძის მთავარი კითხვის ანონსი გადაცემის თემებსა და სტუმრებს ეკა თავად გაგვაცნობს. ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთალევან მივესალმები მაყურებელს. რატომ შესთავაზეს მსოფლიობან საქართველოს პრეზიდენტობა? მთავარ კითხვას დღეს კახა კუკავა უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ნატოს ბილეთი არ არის. რას იღებს ქვეყანა გაღებული მსხვერპლის ფასად? დავით სიხარულიძე, კობა ლიკლიკაძე, თეონა აქუბარდია მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიაში. დიდი მადლობა ეკა წარმატებულად გმადლობთ, ეკა ახალი 9-ზე კი ამი დასრულებულია, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ.